Salmები ჩვენს აუდიტორიას ახალგაზრდებს, რომელთა მიმართაც მეც მინდა გულწრფელი სიმპათია გამოვხატო და მართლაც თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აკეთებს იმას თავის ქვეყნისთვის, რაც შეუძლია, რაც იმ მომენტისთვის მას ხელეწიფება, ეს არის ძალიან დასაფასებელი და პატივისაცემი და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ბატონი ზურაბის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, კოორდინირებული ქმედება არის საჭირო ხელისუფლებასთან, თუ კი ჩვენ ყველაფერი ეს ქვეყნის ინტერესებისთვის გვინდა და ეჭვი არ მეპარება ამ გულწრფელ სურვილში, ბუნებრივია ეს რჩევა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას. ძალიან ბევრ რამეს, რასაც ბატონი ზურაბი აქ ამბობდა, მე ვეთანხმები აბსოლუტურად და მიმაჩნია, რომ მართლაც ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც დღევანდელი ხელისუფლება, სავარაუდოდ ვერც მომავალი ხელისუფლება ერთი ხელის დაკვრით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ეს არის ურთულესი პრობლემა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მუდმივად, რომ რუსეთი არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მისი ნაწილი უпростоრად და ის ასე იოლად ამას არ დათმობს. ერთადერთი, რაშიც ბატონ ზურაბს ვერ დავეთანხმები და რაზეც ყოველთვის მქონდა პროტესტი და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არასწორია, ის აცხადებს, რომ მისი ფორმატი, ანუ კარასინი აბაშიძის ან აბაშიძე კარასინის ფორმატი მირჩევნია, ასე ვთქვა, შეიქმნა იმისთვის, რომ სავაჭრო ურთიერთობების საკითხები მოგვარებულიყო, ჰუმანიტარული პრობლემები, თუმცა ჩვენ ვხედავთ სწორედ აი ამ ფორმატში, აბაშიძე კარასინის ფორმატში ისეთ განცხადებებს, როგორი განცხადებაც დღეს მოვისმინეთ ბატონი კარასინისგან. ანუ ეს არის წმინდა პოლიტიკური ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ გაცდა იმ მანდატს და გაცდა იმ ჩარჩოებს, რომლისთვისაც შეიქმნა. ეხლა რამდენად მიზანშეწონილია ზოგადად, მოდით უფრო ფართოდ შევეხოთ ამ პრობლემას, რამდენად მიზანშეწონილია ზოგადად ასეთი ტიპის ფორმატების შექმნაც, აი ასეთი ტიპის ინიციატივები, როგორითაც ბატონი ემზარის პოლიტიკური ძალა წარსდგა. რა თქმა უნდა, ეხლა ერთმნიშვნელოვნად ვერც მე და ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ არავის არ უნდა კონდეს მცდელობა არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, არც თქვათ ხელისუფლებასთან ასოცირებულ სამწუთას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსს. არავის არ უნდა კონდეს უფლება იმისა, რომ რუსეთთან ისაუბროს. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები, თავისი პოლიტიკური ზრახვები. არჩევნებია კარზე მომდგარი, სულაც ყველაფერს რო თავი გავანებოთ და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არავითარი უფლება არ მაქვს მათ გულწრფელ პატრიოტულ სურვილებში რაღაცა ეჭვი შევიტანო, მაგრამ მოდით გავაანალიზოთ და თქვათ, რამდენად წაადგება ეს ყველაფერი საქმეს. აქ საუბარი იყო წითელ ხაზებზე და გამყოფ ხაზებზე, ხო? რუსეთმა ერთნიშნულოვნად, როგორც კი შეიქმნა კარასინი აბაშიძის ფორმატი, მაშინაც თუ გითხრა, რომ კი ბატონო ვისაუბროთ, მაგრამ არის გამყოფი ხაზები და ეს გამყოფი ხაზია, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკან არ წავიღებთ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ანუ ეს იქნება ძალაში რჩება და ბუნებრივია საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ თქვენ ოკუპირებულ ტერიტორიას ვინმე დაგიბრუნებთ, ხო? მაშინ ხო, რა თქმა უნდა. მაშინ ჩვენ რაზე უნდა ვესაუბროთ? აი მე არ მესმის, იცით, რაზე მივდივართ, რა გინდა? ვებათ, რომ უნდა ვისაუბროთ სავაჭრო ურთიერთობებზე. კი ბატონო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ ჩვენ მოგცა ეს ფორმატი არსებობს და რა თქმა უნდა, არაფერი არ უშლის ხელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავთანხმდით რუსეთის სამსახურს. კარგი, კაბატონო, მე თქვენ დაგიბრუნდები, თუმცა მინდა რომ ბატონ ემზარს ვკითხო, ის რა პერსპექტივას ხედავს თავის პარტიასთან. თუმცა მე მთავარი სათქმელი არ მithქვამს და კი ბატონო, თუ მეკნებათ. თუ შეიძლება ბატონ ემზარს მივცეთ შესაძლებლობა